ამერიკის გულის, ფილტვისა და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტისა და ბოსტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ფრემინგემის გულის კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერის დაავადებაზე ადრეული მინიშნებები შესაძლოა უკვე 40 წლის ასაკიდან გაჩნდეს. კვლევის თანახმად არტერიების დაჭიმულობა პირდაპირ ებმის ტვინის ნატიბ დაზიანებას, რომელსაც მოსდევს შემეცნების ფუნქციის დაქვეითება და ალცჰაიმერის დაავადება. შეისწავლეს 1900 პაციენტის თავის ტვინი მაგნიტურ რეზონანსული კვლევით და საძილე და ბარძაყის არტერიებში სისხლის ტალღის სიჩქარე. კვლევის შედეგების თანახმად არტერიების მზარდი პრობლემები ასოცირებულია ტვინის დაზიანებასთან ჩვენი სიცოცხლის ადრეულ ასაკში. წინამორბედი კვლევებით დადგენილია პირდაპირი კავშირი არტერიების დაჭიმულობასა და ბეტა-ამილოიდ შორის. ეს უკანასკნელი არის ცილა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირთა ტვინში გროვდება. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ახალი მტკიცებულებას საშუალებას მისცემთ მოძებნონ ახალი გზები ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.